მოგესალმებით ჩემო ძვირფესებო. ეს არის არხიტაროს მოყვარულთათვის და დღეს მინდა გავაკეთო საჯარო გაშლა თქვენი და თქვენი ურთიერთობის ანალიზი. ჩაიფიქრეთ პარტნიორი, წარმოთქვით მისი სახელი და მას ვნახოთ რა ენერგიებში ხართ და ანალიზი რა ხდება თქვენს ურთიერთობაში. საერთოდ რას გეიგმავს თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი, აქვს თუ არა ურთიერთობას რაიმე განვითარება და მომავალი, მას ასე ვნახოთ. გამივართ არკანი, ნახოთ რა ჩქარობს. რაჩქარობს თქვენ ხართ პენტაკლების დედოფალი ძალიან შემდგარი, წინდახედული, განათლებული, დახვეწილი, ესე ვიტყოდი, საკმაოდ სექსუალური, პარალელურად გეტყვით იმას, რომ ფინანსური რესურსების თვალსაზრისით არავის არ ხართ დამოკიდებული, შემდგარი, უპირველეს ყოვლისა. ნახეთ, აქ განვიხილავ აუცილებლად პარტნიორს, ან ასაკით პატარას აუდიტორია დიდია და რამოდენიმე ვარიანტს ჩამოვთვლი აუცილებლად, ან განვიხილავ ასაკით პატარა პარტნიორს, ან უბრალოდ ქცევები აქვს ძალიან პატარა ბავშვის, არა ჩამოყალიბებული, არა გადამწყვეტი ნაბიჯებით, აი ძალიან ბავშვური საქციელებით მოდის მამაკაცი. ნახეთ, აქ საბუთებთან დაკავშირებით მინდა გითხრათ აუცილებლად უახლოეს ორ პერიოდში რა გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ, აუცილებლად ეს იქნება საქმიანი შეხვედრა თქვენი და თითქოს ამ საქმიანმა შეხვედრამ შესაძლებელია თქვენი პირადი ურთიერთობებიც კი განსაზღვროს და შეცვალოს. არ ვიცი რა კავშირშია, თუმცა ამას იქნება აუცილებლად რაღაცა კავშირი. სამი პერიოდი, 2-3-იანი ერთად დაჭდა, 3 დღე, 3 რიცხვი, 3 საათით შეიძლება იყოს, ამას მიაქციეთ ყურადღება, მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, ამიტომაც მოვიდა. მას ასე, ანალიზი თქვენი ურთიერთობის, მოდი ვნახოთ რა ხდება საერთოდ თქვენს ურთიერთობებში. თქვენ ჩაფიქრებული ადამიანის ძალიან დიდი იმედი გქონდათ, რომ ეს ურთიერთობა განვითარებისკენ წავიდოდა, თუმცა რაღაცა ილუზიებში ხართ ეხლა, აქ არის დაბრკოლებები, აქ არის შეზღუდვები, ილუზიის არკანი ამოდის. ხვდებით, რომ ძალიან ბევრი რაღაცა ამ ურთიერთობაში ილუზია იყო და არა რეალობა, რომელსაც აღიქვავდით, პარალელურად გეტყვით იმას, რომ დღეს არის ეჭვიანობის ენერგიები, ან თქვენ ეჭვიანობთ, ან ის ეჭვიანობს თქვენზე, პარალელურად ბრაზის, იმიტომ რომ ძალიან დიდ წინააღმდეგობაში მოდიხართ ამ ურთიერთობაში. მათ შორის თქვენი ქვეცნობიერი ცოტა არ იყოს დაბნეული ხართ ამ პარტნიორის ქცევებით, საქციელით, სიტყვებით და ასე შემდეგ. შესაძლებელია პირველი ეტაპი ურთიერთობის იყო ძალიან კარგი, მაგრამ დღესდღეობით ციკლია დახურული და პარტნიორი შეცვლილია, რასაკვირველია, რაც თქვენში იწვევს ძალიან სტრესულ მდგომარეობას, აკვიატებულ ფიქრებს, უძილო ღამეებს და ასე შემდეგ. იმიტომ რომ პარტნიორიც ფიქრობს, რომ აქ რესურსები დაღურილია, დაკარგულია, ნახეთ თასები, ემოცია და 300 წაქცეულია, თუმცა გადარჩენის ალბათობა არის ამ ურთიერთობის, იმიტომ რომ უკან ზურგს უკან უდგას 200 ფეხს, ნიშნავს, რომ კიდევ არის შანსი იმის, რომ სამყარო მოგცემთ იმის საშუალებას და შანსს, რომ ეს ურთიერთობა აღდგეს. თუმცა თქვენ ჩაფიქრებული ადამიანი დღესდღეობით ძალიან დიდ წინააღმდეგობაში მოდის, ბრძოლები აქვს, არა მხოლოდ თქვენთან, არამედ ცხოვრებისეული თვალსაზრისით. აქ არის რაღაცა დამოკიდებულებებიც, ნახეთ ნარკოტიკზე, თამაშზე, დასალევზე და ასე შემდეგ. შესაძლებელია ენერგეტიკული თვალსაზრისით ვიღაცაზე ამიჯაჭვული არის პასუხისმგებლობები, რასაც ვერ გაურბის, შეიძლება იყოს სხვათა შორის მისი ოჯახი ან ქორწინება. ამიტომაც არის ახლა დისტანციურ ურთიერთობას განვიხილავ აუცილებლად. უნდა რომ რაღაც ნაბიჯები გადმოდგას, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ხვდება რომელია სწორი და რომელია არასწორი. პარალელურად არის ღალატის ენერგიები, ტკივილის ენერგიები. აქ მოხურჩანს საკმაოდ მტკივნეული პერიოდი გაიარეთ ურთიერთობებში და ერთმანეთს ირეკლავთ, აი შეხედეთ რა, ხვლების მეფე და ხვლების დედოფალი ერთად მოხვედით. თითქოს საქციელებითაც ერთმანეთს ირეკლავთ, ცდილობთ რომ როგორც ის იქცევა თქვენც ისე მოიქცეთ. თუ ის ქორწინებაში აუცილებლად აღნიშნავ იმ ფაქტს, რომ მიტრიალებულია იქით და ბევრ თქვენთაგანზე ქურუმი ქალის ენერგია, მე მაინც კი ბატონო მთვარი და ქურუმი ქალის ენერგია 100%-ით არის რაღაცა მაგიური ზეგავლენებიც ამ ადამიანზე, სექსუალური ჩაკრების, ანუ სექსუალური მიჯაჭვობების ენერგიაზე არის მოქმედი და ამიტომაც არის იქით მიტრიალებული ეხლა, სადაც სამკუთხედია, იმას განვიხილავ აუცილებლად, აქ არ განვიხილავ დედას არავითარ შემთხვევაში. თუ იცით რომ სამკუთხედში ხართ და მის ცხოვრებაში სხვა ქალია, ამიტომაც აღმართა კედელი. ამიტომაც შესაძლებელია ეს ნიშნავს კიდევაც დაბლოკვას ერთმანეთისგან, შესაძლებელია თქვენ ყავხართ დაბლოკელი, ან თქვენ ყავთ დაბლოკელი. თუ ის დაოჯახებული, აუცილებლად გეტყვით იმას, რომ მიტრიალებულია ოჯახის ენერგიებისკენ, იმიტომ რომ იქ არის რიტუალი გაკეთებული, კი ბატონო, განაჩენი გამოუტანეს, ნამდვილად ეს არის მძიმე განაჩენი. კი ბატონო, სტაბილური ქალბატონი მის გვერდით ეს შეიძლება იყოს მეუღლეც კი ბატონო. თუმცა ის მოლოდინები რაც იქ აქვს, ამწუხარად არ მოხდება. იქ ნგრევის ენერგიები გარდაუვალია. მით უმეტეს თუ ის მიტრიალებულია აი ამ ზემოქმედებების არეალით, თუმცა ამ არეალიდან თავის დაღწევა ამ მამაკაცისთვის აუცილებელი მომენტია იმისთვის, რომ მოხდეს გაკაფოს თავისი გზები, სამომავლო გზებიც, ქმედებებიც, დაგეგმოს რაღაცას, შეცვალოს თავისი
ცხოვრებისეული ენერგიები, ყოველდღიურობაც კი, იმიტომ რომ სადღაცას აი გამომწყდეულია, თითქოს გარიყულია, გამომწყდეულია, შანსი ჭირდება იმისთვის, რომ გამოვიდეს. ძალიან რთულ პერიოდს გადის ფინანსებთან დაკავშირებით, აქ მოტყუების ალბათობა, დანაკარგების ალბათობა, შესაძლებელია ფინანსური რესურსების დანაკარგები იყო მის ცხოვრებაში, თუ არ იყო, აუცილებლად იქნება სამწუხაროდ, იმიტომ რომ აქ ჩამოიკიდება სცენარი. ესაც ერთგვარად არის ზუსტად იმ ზეგავლენების გამო, რაც მასზე ხდებოდა. ტყუილი ღალატი გაურკვევლობები საკმაოდ დიდი ხანი აქ გრძელდება, ვიღაცასთან 2 კვირა, ვიღაცასთან 2 თვე, ვიღაცასთან შესაძლებელია 2 წელიც კი განვიხილოთ, აი ეს მისი ეს კვენტებები. შანსი არის ამ ურთიერთობის აღდგენის, თუმცა რამდენად სწორად გამოიყენებთ ორივე, ეს არის ზუსტად. კი ბატონო, მის მოთმინიერებას ცდილობენ, მისი კისრის მოგრეხვას ცდილობენ, მართვას ცდილობენ. იქ სადაც ეხლა არის მიტრიალებული, იმიტომ რომ იქ უნდათ რომ იქ ქაოტური მდგომარეობები იყო, როგორც ჩანს მესამე პირები, სადაც არიან, ვისთანაც არ არის მესამე პირი, მაშინ გეტყვით იმას, რომ სხვა ურთიერთობებისკენ არის წასული ოჯახის შექმნის თვალსაზრისით განიხილავს იმ ურთიერთობას, რომელშიც ეხლა არის იმყოფება, იქ რაღაცა ინტერესები არის. თუ არ არის ქორწინებაში, აპირებს კიდეც აი ამ ნაბიჯის გადადგმას, ოღონდ ეს თქვენ არ განიხილებით სამწუხაროდ ამ სცენარისთვის აქ სხვა ადამიანი ფიგურირებს. მიაჩნია რომ ეს შანსია სამყაროსგან ბოძებული, რაც უნდა გამოიყენოს აუცილებლად. ამით დავასრულებ, მადლობას მიხდის. არგანები აღარ მეუბნება არაფერს, ამიტომ ამით დავასრულებ. მოკლედ აქ კრიზისული პერიოდია და საკმაოდ გაწელილი კრიზისული პერიოდია, იმისთვის რომ მოხდეს მისი ხელახლა დაბადება მაგიიდან გამოყვანა, აინახეთ მზე და ახალი შობა მისი, ანუ ხელახლა დაბადება, გაწმენდა, გამოსვლა ამ ენერგიებიდან, ეს აუცილებელი ტენდენცია ერთ-ერთი იმისთვის, რომ მოხდეს ამ ადამიანის გონზე მოყვანა თუნდაც ან ქმედებების სწორად მართვა. წარმატებებს გისურვებთ, ძალიან მიყვარხართ და დროებით მომავალ შეხვედრამდე.